ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI IA და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. მოგესალმებით, ეს აგროსიახლეებია და როგორც ყოველთვის მე, ჟურნალისტი ბელა გელაშვილი აგროსიახლეების გუნდთან ერთად გიყვებით ყველაფერს, რაც ეხება აგროს და ეხება გარემოსაც. ვსაუბრობთ აგრარულ ტენდენციებზეც და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც, რაც ჯამში დამეთანხმებით სოფლების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა. აქტუალობიდან გამომდინარე, ფოკუსში ვტოვებთ კლიმატგონივრულ რეპორტინგსაც. დღეს აბრეშუმზე უნდა გელაპარაკოთ. მეაბრეშუმეობა, რომელიც ერთ დროს საქართველოში მძლავრად განვითარებული იყო, ამჟამად ჩანასახოვან დონეზეა და აღდგენას ცდილობს. ძირითადი ინტერესი კახეთშია. თუმცა დასავლეთ საქართველოშიც აქტიურობენ, ცდილობენ ამ უძველეს დარგს ახალი სიცოცხლე შთაბერონ. სულ უფრო მეტი ზრდის და იშენებს, ასე ვთქვათ, აბრეშუმს, თუმცა ძირითადი გამოწვევა საკვები ნედლეული ბაზის თუთის სიმწირე და მეორეც სარეალიზაციო არეალის სიმცირეა. დარგი სრულად ჩამოშლილია და საწარმოო ჯაჭვიც ნულიდანაა საწყობი. ამიტომ დონორებს, რომლებმაც ქართული აბრეშუმის პოტენციალი სწორად დაინახეს და შეაფასეს, უწევთ როგორც წარმოების მხარდაჭერა, ასევე მისი ჩაბარება გადამუშავების სხვადასხვა ფორმით ხელშეწყობაც. არადა საქართველოში აბრეშუმის ძაფსა და ქსოვილთან ერთად მას სხვა ბევრი დანიშნულებითაც იყენებდნენ. აბრეშუმის საბნების კერვაც ასევე ძველი, ძირძველი, თუმცა ახლა მივიწყებული ქართული ტრადიცია. არადა ამგვარი ტრადიციის დაკარგვა არ ღირს. თუ რატომ არის აუცილებელი შევინარჩუნოთ აბრეშუმის საბნების, თუნდაც ქალიშვილებისთვის მზითებში გატანების ტრადიცია, ასევე ჩვილებისა და ბავშვების აბრეშუმის საბან ბალიშში გამოზრდა, ნახავთ ჩვენს ძალიან საინტერესო რეპორტაჟში, რომელიც საპატრიარქოს პროფესიულ სასწავლებელში, თამარ მეფის პროფესიულ კოლეჯში სტუმრობისას მოგიმზადეთ. სწორედ აქ ცდილობენ მეაბრეშუმეობა სტუდენტებს შეასწავლონ და შეაყვარონ. სწავლობენ ყველაფერს. ჭიის მოვლა შენახვიდან დაწყებული, საბნის შეკერვით დამთავრებული. ეს არის მცდელობა აღადგინონ ქართული აბრეშუმისგან საბნების კერვის ტრადიცია, საბნების რომლის შიგთავსიც და ქსოვილიც მთლიანად აბრეშუმია. როგორ იკერება, რა ტექნოლოგიური პროცესია ეს და რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი ინიციატივების მხარდაჭერა, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟში. აბრეშუმის სამკურნალო თვისებების გამო მისგან დამზადებული საბანი და ბალიში ადამიანის არამხოლოდ მშვიდ ძილს უზრუნველყოფს, არამედ ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული და ეკოლოგიურიცაა. საბნის შიგთავსის დამზადება არც თუ ისე მარტივი საქმეა, საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. პირველი აუცილებელი ეტაპი აბრეშუმის პარკის მოხარშვაა. როგორც წესი, ხარშავენ დაბალი კლასის პარკს, რომლისგანაც ნაკლები რაოდენობის უწყვეტი ძაფი ამოდის. ახლა მოვხარშავთ ჩვენს აბრეშუმის პარკს. ხარშავთ რატომ? იმიტომ რომ ყველა ძაფის გარშემო ერთგვარი იზოლაცია აბრეშუმის წეგო არის, ლიცინის წეგო არის, რითიც უკავშირდება ეს ძაფები ერთმანეთს და შემჭიდროებულად არის შეძებებული. ეს ერთგვარი წეგო იხსნება ცხელ წყალში, ანუ ცხელ წყალში მოთავსების დროს
წყალი უნდა იყოს ტუტე, ჩვენ გავატუტებთ წყალი სოდითა და სარეცხის საყრით და ეხლა მოხარშავთ ჩვენს აბრეშუმს. და გაათავისუფლებს ემოსაკრა. გავათავისუფლებთ იმისათვის, რომ შემდეგ გავუწევთ და მივიღოთ ნატურალური აბრეშუმის ბამბა. აი თუ ეხლა ამჩნევთ. ნახეთ ჯერ დიდხანს არ ქონია უკვე წყალში და ნახეთ ძაფები ამოყვა. კი. ეხლა ამას ცოტა და რამდენი მეტრია ერთ ხიაში? ერთ პარკში ყველაზე მინიმალური არის ალბათ 800 მეტრი უწყვეტი ძაფი. მოხარშული და გასუფთავებული პარკი კარგად უნდა გამოშრეს და შემდეგ იწყება მისი გაწეწვა. ჩვენი გადამღები ჯგუფი კოლეჯში მაშინ მივედით, როცა სტუდენტები, მრავალშვილიანი დედები, უკვე გამშრალ პარკს წეწდნენ. აგროსიახლებმა აბრეშუმის ბამბის დამზადებაშიც მიიღო მონაწილეობა. წეწვის პროცესი დამღლელი, თუმცა სასიამოვნო აღმოჩნდა. პირადი გამოცდილებით დავწმუნდი, რომ აბრეშუმის პარკთან და ბამბასთან ურთიერთობა გამშვიდებს და კარგი სარელაქსაციო საშუალებაცაა. მიბრძანდით. გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი. გამარჯობათ ქალბატონებო. სად მოგვიყვანეთ? აშკარად საინტერესო პროცესია. დიახ, საინტერესოა ნამდვილად. ეს ძვირფასი ქალბატონები ჩვენი სტუდენტები არიან, მრავალშვილიანი დედებია ყველანი. წეწავენ მატყლს. ესენი მატყლს არა, აბრეშუმის პარკს. კი ბატონო. უკვე გამოხარშულს წეწავთ და ვიღებთ აბრეშუმის ბამბას. აჰა. აი ნახეთ რა საინტერესოა. როგორი თეთრია და ქუნქულა და მსუბუქი. დიახ. სასიამოვნოა ძალიან ხელის მოკიდება. აბრეშუმის ბამბას ეხლა ეს ასე არ იწყება, ხო? აქამდე უნდა მოვიდეთ. აქამდე უნდა მოვიდეთ და ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მთელი პროცესი გაჩვენოთ. პატარა ჭიებიდან პარკამდე დასრულებული მობრძანდით. აი ეს არის ჩვენი ბაძაძინა ჭიები. სულ 7-8 დღისები არიან ესენი. საკმაოდ მალე იზრდებიან, ხო? ერთი თვე და ცოტა იქეთ გადაყვება ხოლმე რამ. თეთრი ესეთი. კი. 3 კვირაში შეგეძლებათ რომ მობრძანდეთ და ნახოთ უკვე დიდი ჭიები, რომლებიც დაიწყებენ აი ამ პარკის დახვევას. ეს არის აბრეშუმის პარკი, ეს ჩვენ ხალხურად აბრეშუმის ჭიას ვეძახით. მოკლედ ეს არის პარკი, რომელსაც აბრეშუმის ჭია ახვევს თავისი სახლისათვის. რომ წარმოიდგინოთ, მისთვის ეს არის ბუნებრივი სახლი. მისთვის ეს არის სახლი და რომ წარმოიდგინოთ, ესე იგი, როდესაც დაასრულებს კვებას რომ დაასრულებს, შემდეგ თავის გარშემო ქსოვს აი ამ სახლს, აკეთებს ამ სახლს და ამ პარკში ახლა დახვეული იქნება ყველაზე ცოტა ალბათ 800 მეტრი უწყვეტი ძაფი. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ აი ეს პაწაწინა არსება 50000 ჯერ იზრდება, 50000 ჯერ ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ რა შრომას წევს რომ 800 და ელიტარული ჯიშებია, ქართული ჯიშები, რომლებიც 2000 და 3000 მეტრ უწყვეტ ძაფს იძლევა. ჩვენ ახლა აქ იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ძაფი ამოვიყვანოთ ამას. კი ბატონო. ტექსტილი უნდა, დანადგარები უნდა და ღვთისშეწევნით უწმინდეს ძალიან უნდა რომ საქართველოს შესაქმე აღორძინდეს. იქამდე რომ არა მხოლოდ ბამბა გავაკეთოთ და ასე შემდეგ, მხოლოდ პარკი მივიღოთ, არამედ ქართული აბრეშუმის ქსოვილი მივიღოთ. ისეთი სანაკებო როგორც იყო ადრე. რასაც ჩვენ სახელოვანი იყო ქართული აბრეშუმი ბატონო. ჯილდოებს იღებდა და ასე შემდეგ. დიახ, ხო, და აი ამ წლების მანძილზე რაც ახლა ჩვენ ამას ვაკეთებთ უწმინდეს ლოცვა-კურთხევით. ჩვენ მივდივართ ამ პროცესამდე, რომ პარკი გვაქვს და ამის იქეთ ვეღარ ვითარდებით, იმიტომ რომ ესე იგი არ არის ტექსტილი, არ არის მანქანადანადგარები, ძაფი ამოვა. ეს ინდუსტრია არ არის. ეს ინდუსტრია აღარ არის, მოდით ესე ვთქვათ, ეს ინდუსტრია იყო ძალიან მაღალ დონეზე საბჭოეთის დროს, შემდეგ თუმცა არის ახლა მცდელობები, ხო, აი კახეთის რეგიონი ცდილობს რაღაცა პანცირე კოოპერატივები გააკეთონ, ქალბატონები სწავლობენ ამ საქმეს, უბრუნდებიან ტრადიციულ აი ამ საქმეს აცოცხლებენ და არ ვიცი, იმედია გამოგვივა. ქართველებს უნდათ რომ ეს საქმე აღორძინდეს საქართველოში. ხო, ეხლა რაც შეეხება ჩვენ აი ამ წუთას რასაც ვაკეთებთ, ერთგვარ მოდით ესე ვთქვათ ექსპერიმენტს ვაკეთებთ და რაღაც ცდილობაა ჩვენი რომ
აი ამ საქმიდან რაღაც სარგებელი ნახოს ყველა ამ საქმეში ჩართულმა ადამიანმა. აი ეხლა თქვენ აქ ხედავთ მრავალშვილიან ქალბატონებს საქართველოს, რა ვიცი, ალბათ უძვირფასეს დედებს. ნამდვილად დასაფასებულ ხალხს. დიახ და ესე იგი თუ და ეხლა ჩვენ გვინდა აბრეშუმისავე ბალიშები გავაკეთოთ და საბნები გავაკეთოთ პატარა ბავშვებისათვის. ჩვენთან კომერციულ მხარეზეც როგორ ლაპარაკობთ, ხო არ გიფიქრიათ თქვათ, რომ აი როგორ ჩაუშვათ ეს, როგორ დააინტერესოთ მომხმარებელი მის საჭიროებაში, მის კარგთვისებაზე, აი ამ ხრივაც ხომ არ გაქვთ დაფიქრი. ინტერესი აქვს ადამიანს საერთოდ ეს ამ პროცესში ჩაერთონ, იმიტომ რომ ზოგს ჯერ კიდევ აქვს იმის გამოსილება ახსოვს, რომ აი ჩემი ბებოული დაჭიას და ასე შემდეგ და ეს ცოდნები უნარები ჯერ კიდევ არის ხალხში. და ეს რო არ უნდა დაიკარგოს, აქედან მოგები. კი, რა თქმა უნდა. ნახეთ, ესეთი ძვირფასი. აი თქვენ რო თქვით, ეხლა ჩვენ დღეს იყიდება საბნები. მეცოცადო ხო შეიძლება? აი ნახეთ. თუ გამომივა. იმ საბნებში და ბალიშებში დევს რაღაც ხელოვნური, ესე იგი, ნივთება, სილთიფონი თუ რაღაც ქვია მაგას. თქვენ რო წარმოიდგინოთ ეს რისგან მზადდება, აი ალბათ არც ერთი ადამიანი ამას არ დაიფარებდა და თავს არ დადებდა მასზე, ეს არის აი მეორადი პლასმასის ბოთლები, რაღაც ეს ცელოფნები, რაღაცები ამას ამუშავებენ და ესეთ რაღაც წვრილ სტრუქტურამდე დაყავთ და იმისგან აკეთებენ, წარმოიდგინეთ და საზოგადოებას უწევს აი ამ ნაგავზე წოლა და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ნაგავია სასიამოვნოა, რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, მართლაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. თვითონ ამასთან ურთიერთობაც კი. აი ამას რას უშვებით, ქაღალდივით რო? არა, ეგეც გაიწეწება ეგეც. რომელიც არის შლება ბაძე გადადებთ. კი, არის ხოლმე რომელიც ხაშვაში არ დამოვიდა. ბატონკახა, რამდენი ჯგუფი გყავთ გაშვებული ამაზე, აი თქვა. აი, იცით რა არის, ეხლა ეს აბრეშუმის საქმე. აჰა. რაღაც ესეთი არა, ახალი არა გვაქვს, საკმაოდ დიდი ხანი ამას ვაკეთებთ, ოღონდ ეს ხდება წელიწადის მხოლოდ მაისში. ერთი თვის განმავლობაში. არა, იმიტომ რომ თუთა საკვები თუმცა შეიძლება ორი დამბრძანდით და აქ ვისაუბროთ. საკმაოდ შრომატევადი არის ეს პროცესი, რასაც უდაოდ სასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ შრომატევადიც. რითი შეიძლება ჩანაცვლდეს ეს თუ არის რაიმე დანადგარი გამოგონებული, შეიძლება არ ვიცი საქართველოში რამდენად გვაქვს, იმიტომ რომ დარგი არ არის ისე მოძლიერებული და ამაზე ხო რას გვეტყოდით, ანუ ხელით შრომა თუ არის შესაძლებელი რომ ჩანაცვლდეს. აი ჩვენ როდესაც ვცდილობთ რომ ესე იგი რაღაც პროდუქცია შევქმნათ, რომელიც გაიყიდება და სარგებელს მოგვიტანს, ეს მეტწილად დამოკიდებული არის თვითღირებულებაზე და თვითღირებულება რამდენად თქვა ძვირიჯდება და ასე შემდეგ და ხელით შრომა ეხლა რასაც ეს ძვირფასი ქალბატონები აკეთებენ, მოგეხსენებათ ეს ბევრ დროს, ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომ ეხლა საქართველოში არ არის რა თქმა უნდა ის დანადგარები, მაგრამ არის დანადგარები ჩინეთში არის, ევროპაშიც არის, რომლებიც ამ ხელით შრომას სულიან და თავისთავად თვითღირებულებას შეამცირებენ. ეს შეამცირებს გასაღით ფასსაც და შესაძლებელს გახდის, რომ საზოგადოების უფრო დიდმა ნაწილმა ხელმისაწვდომი გახდეს, ხო. ეხლა არსებობს ასოციაცია მეაბრეშუმობის განვითარების, რომლებიც ჩვენთან იყვნენ ქონდა ამ საკითხზე საუბარი, მათ გამოთქვეს ესე იგი სურვილი, რომ თქვათ რა შეეძლოთ, რომ ამ საქმეს შეწეოდნენ, რით შეეძლოთ და მოვიძიეთ ჩინეთში დანადგარი, რომელიც აი კონკრეტულად ეხლა ამის გაწეწვას აკეთებს, დანადგარი აკეთებს ამის გაწეწვას და ძალიან შემსწავლელი ის ასოციაციაც რა ვიცი შეგვირდა, ფიქრობ რომ შეასრულებენ კიდევაც ძალიან წესიერი ხალხი ჩანს და აი ეს უკვე უფრო გააიოლებს ამ საქმეს, ახლა ბევრი დრო გჭირდება ამის. ასევე არსებობს სხვადასხვა იგივე
ძაფის ამოსახვევი. ჩვენ ამაზე რატომ გავჩერდით და აი ბამბას რატო ვაკეთებთ? იმიტომ რომ ძაფის ამოსახვევიდან ადგარი არა გვაქვს ეს. თუმცა მისი არსებობის შემთხვევაში ძაფსაც ამოახვევდით. რა თქმა უნდა. ეს საერთოდ ეს შეიძლება ჩავთვალოთ რომ მეორადი პროდუქტია. საერთოდ ბამბას იღებდნენ ცოტა დაწუნებული პარკისაგან, ეს ხარისხებით არის პარკი, რომლიდანაც ნაკლები რაოდენობა ძაფი ამოდის, უწყვეტი ძაფი, უწყვეტ ძაფს ვსაუბრობთ, რომელიც წუნებული აბრეშუმის პარკიდან უკვე ბამბა კეთდებოდა და ბამბას მერე აბრეშუმის ბამბას გულისხმობ. ბამბას რატო ეძახი არც ვიცი, მაგრამ ასოციაციაა ბამბისა. კი ბატონო, ვიზუალურად ნამდვილად გავს. და ვამატებთ აბრეშუმის ბამბა, ხო, ესე დავარქვით. ჩვენ აქ თექის სახელოსნო გვაქვს თქვენ ნახეთ. კი ბატონო. და ხელსაქმის ქარგავენ ადამიანები და შემდეგ იქ თექაშიც გამოიყენება. აი სამშვენისად ერთგვარად სამშვენია. ასევე ქალბატონები აქსესუარებსაც არა, აქსესუარები კიდევ ცალკე, აქსესუარებსაც აკეთებენ გულსაკიდებს და რაღაც სხვადასხვა ფრათ იღებება ის პარკები, ვიდრე მოიხარშება, სანამ მოიხარშება მყარ მდგომარეობაში როცა არის და მაგრამ ეს ესეთი სახელოვნებო დარგია და რაღაც ერთეული ხელოვნების. ეხლა შევკერავთ, აი თქვენ ნახავთ. კი ბატონო. და შევკერავთ საბანს და ამ აბრეშუმის ბამბას ჩავდებთ იტალიურ ნატურალურ აბრეშუმის ქსოვილში. ანუ ამას მეტი აღარაფერი დამუშავება აღარ უნდა, ეს ასეთივე სახით ჩავა იმ ქსოვილში და შეიკერება. ეს ჩავა იმ ქსოვილში, ესე იგი შიგნით ბამბაც აბრეშუმი იქნება და ქსოვილიც აბრეშუმი იქნება. კი ბატონო, და იქნება იდეალური საბანი და პატარა ბალიში, ძალიან თხელი რომ ბავშვს კარგით, ნახოთ მაშინ უშუალოდ ახლა კერვა, არა? დიდი ხანი დაჭირდება ამას, რა ვიცი, ხო არ გვენახა უკვე შეკერვის პროცესიც. კი ბატონო. შეკერვის პროცესიც სანახაობითი აღმოჩნდა. ჩვენი თანდასწრებით კი ჩვილის ბალიში შეიკერა. პირველ ეტაპზე მაღალი კლასის იტალიური ქსოვილი გაზომეს, გამოჭრეს, ქინძის თავებით დაამაგრეს, რაც შეიძლება ითქვას, რომ ლამბის მაგივრობას ასრულებდა და ბოლოს საკერავი მანქანით გაკერეს. ნაჭრის მცირე ნაწილი ღია დატოვეს იმისთვის, რომ ქსოვილი წინასწარ გაწეწილი აბრეშუმის ბამბით გამოტენონ. პირდაპირ ჩავდებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სხვაგვარად იდება, რომ მე ამობრუნდეს. კი ბატონო. ბალიშით ხელი უნდა გამოვიდეს. ბავშვს რომ კისერზე დისკომფორტი არ შეექმნას. ბოლო შტრიხებიც და აბრეშუმის ბალიში ზადა. ბატონ კახა, ეს არის ის რაც ახლა რუსომ შეკერა ბალიში, უსაყვარლესი ჩვილის არ ვიცი, მაყურებელს ვეტყვი, რომ ეს არის ძალიან სულუქი, ძალიან უკიდურესად სასიამოვნო ხელში და რაც თორია სასარგებლო. დანარჩენს ახლა ბატონი კახა გვეტყვის საბნის და ბალიშის შესახებ. ჯერად ეს ქსოვილი არის იტალიური, არაჩინური იტალიური ქსოვილია, 100%-იანი აბრეშუმის ქსოვილი. ეს იტალიური ყველაზე მაღალი კლასია. ჯერჯერობით ჩვენთვის ხელმისაწვდომი ეს არის, თუ ხელმისაწვდომს სიაფით არ გულისხმობ. ფაქტობრივად ეს ყველაზე ძვირფასი იყო და ეს ვიყიდეთ, იმიტომ რომ ჩვილებს, ბავშვებს ეკუთვნით ყველაზე ძვირფასი. კი ბატონო. ანუ ჩავდეთ იტალიურ ქსოვილში, მაღალი ხარისხის აბრეშუმის ქსოვილში. დიახ. ეხლა გითხარით, როგორ დადის ეს ყველაფერი ციფრებამდე, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი? ხელმისაწვდომი ახლა მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან იაფი გამოგვდის, იმიტომ რომ თავად პროდუქცია არის თვითონ ძვირი. აი ნახეთ თქვენ მთელი პროცესი ნახეთ აბრეშუმის მოყვანისა პარკისა, შემდეგ მისი გაწეწვა და ასე შემდეგ მოხარშვა და ასე შემდეგ რომ არაფერი ვთქვათ უკვე ქსოვილზე. ქსოვილი ჩვენ მაღაზიაში შევიძინეთ. და თავად ქსოვილი ხე თუ ციფრებზე ვლაპარაკობთ, ქსოვილი შევიძინეთ 80 ლარი მივეცით 1 მეტრ ქსოვილში. ამ საბანში არის 3 მეტრი ქსოვილი. ეს არის მეტრა სიგრძე აქვს 1.54 მეტრი.
განე აქვს 90 სანტიმეტრის საბანს. ეს ბალიში, პაცაცინა ბალიშია 30 სანტიმეტრი 40 სანტიმეტრი. თუ გაქვს ნაფიქრება და კახაბე რამდენად გაგვიაფებდა და ხელმისაწვდომს გაუხდიდა ჩვენ მოსახლეობას ამ პროდუქტს, ამ მართლა უნიკალურ და საჭირო პროდუქტს ყველა ოჯახისთვის ალბათ. ჩვენ მოსახლეობას ის რომ ადგილზევე გქონდეს როგორც აბრეშუმი, ნუ აბრეშუმი კი ადგილობრივ გვაქვს ახლა ამ ეტაპისთვის, მაგრამ უფრო მასობრივი წარმოება გქონდეს ქვეყანაში და ასევე ვაწარმოებდეთ აბრეშუმსაც ადგილზევე, ქსოვილს გულისხმობ. ქსოვილი ალბათ მინიმუმ ალბათ 3 გაგვიაფდებოდა. ამ ეტაპზე რომ გითხრათ რომ იაფია, არ გამოდის იაფი, მაგრამ ნუ ეს არის, მოდით აქედან დავიწყოთ რომ დღეს რა დაავადებებია გავრცელებული მოგეხსენებათ ბავშვებში, ჩვილებში და საერთოდ ადამიანთა შორის აბრეშუმი არის სამკურნალო თვისებებისა. ნამდვილად. 1000 ალერგიებია. ეს არის აბსოლუტურად ალერგიის საწინააღმდეგო. წარმოიდგინეთ, ამაზე რომ ადამიანი თავს დადებს 1000 აკნე და რაღაც დაავადებები როა, ეს არის მაგის მკურნალი რა. რომ არაფერი ვთქვათ ანტივირუსული ბაქტერიოლოგია, საოცარი რამეა. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ამის ფასი, ჩვენი სურვილი არა იმდენად ბიზნესი და მოგებაა ჩვენი. არამედ რაღაცნაირად იგივე მიაბრეშუმეებს, რომლებსაც პარკი მოყავთ, ესე იგი ჭიას გამოკვებάμε და იღებენ პარკს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძაფსახვევები არა გვაქვს, ტექსტილი არა გვაქვს და შემდეგ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რა გაგვეკეთებინა ისეთი სარეალიზაციო არეალი გაუჩნდეთ, რომ ფული აიღონ იმ ადამიანებმა. დღეს პარკი რომ მოიყვანოს ადამიანმა, ის ვერსად ვერ გაყიდის ამას. ფიზიკურად ამის მყიდველი არ არის. დანადგარებს, რომლებიც ამ ხელით მუშაობას გაიოლებს. მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო თვითღირებულება ნაკლები იქნება და უფრო ხელმისაწვდომი იქნება. იმიტომ რომ ხელით შრომა ჩანაცვლდება. რა თქმა უნდა. ერთეული პროდუქტის ფასი. რა თქმა უნდა, ეს ეხება როგორც ვთქვათ თავად აბრეშუმის გაწეწვას და ასე შემდეგ, მოხარშვას და ასე შემდეგ, ასევე იგივე თუნდაც საბნის შეკერას. ახლა თქვენ ნახეთ, ეს ჩვენ ხელით შევკერეთ ამ მანქანაზე არა და არსებობს კომპიუტერული დანადგარებია, ჩამაგრდება და თავი იკერება სხვადასხვა უზორები და შემდეგ. ორიოდე სიტყვა ვთქვათ აბრეშუმის უნიკალურ ისეთ თვისებაზე, როგორიც არის თბოიზოლაციაც, ხო? კი, ეს ზამთარში თბილია, ზაფხულში გრილია, კი. ეს ძალიან კი, წარმოიდგინეთ, ეს ამ ხელა საბანით ბალიში სულ არის 500 გრამი. წარმოგიდგენიათ? 500 გრამი. მართლა მწუხვა რომ ახლა მაყურებელს თავად არ შეუძლია ამის ხელში აღება, თუმცა მენდეთ არის ძალიან მსუბუქი და აი ხელს რომ მოკიდებთ პირდაპირ ბედნიერი ხარ ადამიანი, არ ვაჭარბებ მართლა. თუ ქსოვილით, თუ შიგთავსით მართლაც უნიკალური პროდუქტია და ვისურვებდით ჩვენ მხოლოდ ეს დაგვრჩენია, რომ მართლა ყველა ოჯახს ჰქონდეს ეს, ყველა ჩვილს საქართველოში კონდეს ეფაროს და თავი ედოს აი ამ უნიკალურ რამეზე. ამენ, ღმერთმა გისმინოს, ჩვენი სურვილიც ეს არის ნამდვილად, რომ ყველა ქართველ ბავშვს, ყველა საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ პატარა ჩვილი რო გაჩნდება, ჩუქნიდეთ ჩვენ აი ამ სიძვირფასში იქნებოდა. არაჩვეულებრივი იქნებოდა. დაგემშვიდობებით ბატონო კახა, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ამ არაჩვეულებრივი სანახაობის, ის ქვია ჩვენებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის და კარგი საქმის კეთებისთვის, რაც მთავარია. დაგემშვიდობებით. გაიხარეთ, მადლობა. მალე აბრეშუმის რთველი დაიწყება. ეს მარტივად რომ აგიხსნათ, არის პარკის გამოხსნა სახიდან. აი, რამდენად საინტერესო და ლამაზი სანახაობაა ეს, ამაში სულ მალე დაგარწმუნებთ, ამ ულამაზეს პროცესს აგროსიახლეები არ გამოგაპარებთ და კახეთიდან გაჩვენებთ, რომ აბრეშუმის რთველი არაფრით ჩამოუვარდება ჩვენს ტრადიციულ რთველს, ყურძნის რთველს, ან თუნდაც ნარინჯისფერ რთველს, ჩვენ რომ ციტრუსის რთველს ვუწოდებთ. ხვავიანი მოსავალი უსურვოთ ყველა სექტორს, მით უფრო მიაბრეშუმეობას, რომელიც ახლაღაც ცდილობს ფეხზე დადგეს, ახლა იწყებს თავიდან გაცოცხლდეს. ამით დღეისთვის აგროსიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე რაც ეხება აგროს და ეხება გარემოსაც გიყვებით ჩვენ და არავინ ჩვენსავით ამომწურავად. რეგულარულად გთავაზობთ მასალებს სტატიების, აუდიოს და ვიდეოს სახით.
ჩვენს Facebook გვერდზე აგროსიახლეები და რა თქმა უნდა მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელი. მოგძებნეთ და გახდეთ ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. ასევე შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც, მოკლედ ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები თქვენთან, აუდიტორიასთან. ჩვენი გადაცემის ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემო ტივისა და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლების ეთერებით, აგრეთვე ვებგვერდზე აგროგარემო.g. ერთი კვირით გემშვიდობებით. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.